ჩვენ ვიწყებთ ციკლს ტოქსიკურ ურთიერთობაზე და განვიხილავთ ტოქსიკური ურთიერთობის მახასიათებელ 33 სხვადასხვა საკითხს. პირველი მახასიათებელი ტოქსიკური ურთიერთობის ეს არის ის, რომ ადამიანი გრძნობს, რომ უფრო მეც გასცემს, ვიდრე იღებს პარტნიორისგან. დაახლოებით მიღება-გაცემა უნდა იყოს თანაბარი, ზუსტად თანაბარი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. არ ვწონით ზუსტად, თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ბუნებით ისეთია, რომ ქალი ყოველთვის უფრო მეც გასცემს, უფრო მზრუნველია, უფრო თბილია, მოსიყვარულე. დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ადამიანს უნდა ქონდეს შეგრძნება, რომ გასცემს და იღებს. და როცა ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ ადამიანთან, მუდმივად გაქვს ეს შეგრძნება, რომ გაცილებით მეც გასცემ და იქიდან ვერ იღებ.